2009 წელს ჩვენ სკოლაში და არა მარტო ჩვენ სკოლაში შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision, რომელმაც ძალიან წარმატებებს მიაღწია ჩვენ სკოლაში. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ბაკურიანის რამოდენიმე დღიანი ბანაკი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლიდან რამოდენიმე ბავშვი, რომლებიც დაატრენერდნენ და მიიღეს ინფორმაცია, სრული ინფორმაცია ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ძალიან საჭირო გამოდიოდა და ძალიან წარმატებით გაავრცელდა ჩვენს თემში, რამაც გამოიწვია თავისთავად ახალი პროექტის დაწერის აუცილებლობა. პროექტი შეეხებოდა სოფლის ტერიტორიაზე აუცილებლად ურნების დადგმას. პროექტი სკოლა მოიწონა, აუცილებელი გახდა სოფლის წვრთნელებისათვის ინფორმაციის მიტანა. შეირჩა სკოლის მოწინავე ბავშვები, რომლებიც იყვნენ ასევე თვითმმართველობის წევრები და სკოლის თვითმმართველობამ World Vision-ის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ სოფლის წვრთნებულთან, რომელსაც წარუდგინეს თავიანთი პროექტი. მოგეხსენებათ, World Vision-ი ჩვენ სკოლაში შემოვიდა 2009 წელს. სანამ World Vision-ი შემოვიდა ჩვენ სოფელს აწუხებდა ის პრობლემები, როგორიცაა ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგია. თუნდაც ის რომ არ იყო სოფელში არც ურნები, არ იყო როგორც უშუალოდ სოფელში, ასევე არ იყო სკოლის ტერიტორიაზე და შესაბამისად სკოლის ტერიტორიაზე, როდესაც ურნები არ არის, ეს ქმნის უდიდეს პრობლემას. იმ მხრივ რომ სკოლაში უფრო მეტი ნაგავია, იმ მხრივ ხახალი იქნება პოლიეთილენის პარკი თუ რაც და შესაბამისად ის რომ ჩასაყრელი ადგილი არ იქნებოდა თუსად, ეს ქმნიდა უდიდეს პრობლემას. მაგრამ როდესაც ჩვენ World Vision-ი დაგვიდგა მხარში, ჩვენ ჩავატარეთ ბევრი ტრენინგები, ჩვენ ასევე დავტრენინგდით და გავიგეთ ის მნიშვნელობა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ის რომ მურნა უნდა იყოს და სოფელი უნდა იყოს სუფ და შესაბამისად მაშინვე დავიწყეთ ჩვენ ამ პროექტის შეტანა სოფლის მუნიციპალიტეტში, ამის შემდეგ ეს გადაეგზავნა ბაღდადს და შესაბამისად ის რომ მithქვა რომ ნაწილს World Vision-ი დაფარავდა და ის ჩვენ გვერდში ამ მხარში ამოგვიდგებოდა, შესაბამისად ბაღდადიც დაგვთავაზა და ეს ბრწყინვალე პროექტი შესრულებული იქნა. შესრულებული იქნა იმ მხრივ რომ სოფელში ორი დიდი ბუნკერი დაედგა, ერთი ბაზის ტერიტორიაზე და მეორე სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტი ეპიცენტრი არის დანაგავებისა. შემდეგ ამისა ჩვენ უფრო შორს წავედით და სკოლის ტერიტორიაზეც გადავწყვეტეთ, რომ ურნები დაგვედგა და მართლაც 5 ურნა დავამონტაჟეთ სკოლის ტერიტორიაზე და შესაბამისად მხოლოდ დამონტაჟება არ იქნებოდა საკმარისი და გარდა ამისა ჩვენ დავიწყეთ ტრენინგების ჩატარება. ტრენინგები ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებს, ჩავუტარეთ მასწავლებლებს, ასევე დაინტერესებულ მშობლებს და შესაბამისად ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.